ყვარა თუ მამარდა. დღეს გახდება ცნობილი, რომელი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ემფილდზე ლივერპულისა და PSG-ს შეხვედრაში ორივე ქართველს სასტარტო შემადგენლობაში ელიან. გუნდებს შორის პირველი მატჩი პარიზში PSG-ს გამარჯვებით 2-0 დასრულდა. შეხვედრაში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, მაღალი დონის თამაში ჩაატარა მამარდამაც და რომ არა მისი სეივები ლივერპული გაცილებით დიდი სხვაობით წააგებდა. დღეს კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. მადრიდის ატლეტიკოს საკუთარ მოედანზე ბარსელონას უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით 0-2 დასრულდა. მატჩები თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ახალი საბონუსო სისტემა კვარას გუნდში. PSG-ს საგოლე გადაცემის წინა პასზე ბონუსების სისტემას შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Pique ავრცელებს. წყაროს ცნობით, ეს სისტემა ეხმარება მოთამაშეებს უკეთ გაიგონ მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ტაქტიკური მეთოდები. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესოთა შორის. გამოცემა Kickerმა ქართველი საუკეთესო მოთამაშედ აღიარების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დაასახელა. ქართველი მიმდინარე სეზონში 12 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. კრისტიანო რონალდო არ გამორიცხავს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. ლეგენდარული პორტუგალიელი ამბობს, რომ შეუძლია კიდევ 4 წელი ითამაშოს. თუ დღემდე ვახერხებ 41 წლის ასაკში ყოველ კვირაში გოლების გატანას, შესაძლოა კიდევ 4 წელი თამაშით შევძლო, ამბობს რონალდო.